ესე იგი, გარეთ საშინელი სიცხეა 35 გრადუსი გვაქვს, არ ვიცი, არც გავდივარ. სასწაული ჩახუთულობა სიცხე მზეანათებს, იწვის ქვეყანა და ზუსტად ამიტომ მინდა ჩავწერო ეს ვიდეო აი ამ სუნამოზე, Louis Vuitton-ის Imagination და მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ასე ვთქვა და ჩემი გემოვნებით უკვე წლებია, 5-6 წელი რაც მე ამ სუნამოს ვიცნობ. პირველ ადგილზე სულ გამყავდა, მაგრამ ისე რო არ გამომივიდეს ახლა რო სხვა სუნამოებს ჩაგრავ, რომლებიც ძალიან მიყვარს. ვიტყოდი, რომ თუ პირველი ადგილი იქნება მისაცემი სუნამოზე, მივცემდი ამას. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ზამთარი, ზაფხული, ფასის სეგმენტი, შეიძლება რაღაცა 50 ლარი ღირდეს, შეიძლება რაღაცა 5000 ლარი ღირდეს. ამ სუნამოს ვერცერთს ვერ ვამჯობინებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ამას ვისხავ და სხვა სუნამოებს არ ვეკარები, არ ვხმარო, ეგრე არ არის, რა თქმა უნდა. ზამთარშიც ვხმარობ, ზაფხულშიც ვხმარობ, თუმცა ანუ არ არის ისე, რომ მარტო, ანუ რახანეს ყველას მირჩევნია, სულ ეს უნდა დავისხა, ეგრე არ არის, რა თქმა უნდა. თუმცა ალბათ ყველაზე ხშირად მაინც აქეთკენ გამირბის ხელი. შეიძლება ერთი კვირა არ დავისხა, მე შეიძლება 3 დღეზე დიზედ ვისხამდე. საუკეთესოა Louis Vuitton-ის მიერ შექმნილი სუნამოების შორის, საუკეთესოა სხვების მიერ შექმნილი სუნამოების შორის ჩემი აზრით. ბევრი ლანძღავს, ძალიან ძვირი ღირს, ზოგი ამობს ფანჯრების საწმენდის სითხის სუნი აქვს, ზოგი ამობს ტუალეტის სახეხის სითხის სუნი, არ ვიცი, ამაზე დახვეწილი სუფთა Louis Vuitton-ს ძალიან ბევრი მაგარი სუნამოები აქვს, უფრო ძვირიანიც, ახლა ზოგი ფიქრობს შეიძლება რომ რახანა ესეთი ფასია, ეგეთი ძვირი თუ ღირდა ხო ყველა კარგი იქნება მაგ ფასზე, სხვაც იქნება უკეთესი, ანუ მე ასე არ ვფიქრობ. თუნდაც ავიღოთ სიმფონი ორჯერ უფრო ძვირი ღირს თითქმის, ესეც Louis Vuitton-ია, ბრენდს რო არ ეგონოს ვინმეს რო ბრენდს რეკლამას ან ანტირეკლამას უკეთებ, ესეც ძალიან მაგარი სუნამოა. ანუ ამას თუ დაუწერდი 10-დანაც, ამას დაუწერ ალბათ 9 და 910-დან, თუ 10-ს არა. უბრალოდ 10 რო დაუწერო, მაშინ ანუ დაუწერ ამასაც საწყი ბატონო, მიმაჩნია რომ ანუ უნაკლო სუნამოა, უბრალოდ შედარების მხრივ რაღაცით მაინც ეს მირჩევნია რა, არ ვიცი რატომ. უბრალოდ შეიძლება გემოვნებაც არის, შეიძლება ვიღაც მართლა არ მოწონდეს. სამწუხაროა რომ გონია რომ ძალიან ბევრი ფეიქს ყიდულობს და მე აფასებენ. ან ტყუდებიან და არიციან რომ ფეიკი აქვთ. ზოგი მართლა არსებობს ორიგინალს ყიდულობს და მართლა არ მოწონს. ეგრეც ვერ ვიტყვით. უბრალოდ არ ვიცი, ამაზე დახვეწილი და იდეალური ქმნილება მე არ შემხვედრია ჩემთვის. აი ამდენი დამიტესტავს, ამდენი მიყიდია, ძალიან ბევრი მიყვარს, ზამთარი, ზაფხული არ აქვს მნიშვნელობა, მდგრადი, ნაზი, სუსტი, არ ვიცი რა, ხა ეს სუნამოებიც იმიტომ დავალაგე ვიგულისხმე ერთი და იგივე ბრენდის უფრო ძვირიანი და ესეც ძალიან საოცარი სუნამოა ჩემთვის, მაგრამ ვერ ვაჯობებ, ვერ დავაყენებ Imagination-ის წინ. აი ეს მეზიზღება ხალხს ძალიან უყვარს, აქაც უკვე გამოისახება გემოვნების ამბავი, იმას არ ვამბობ, მე უკეთესი გემოვნება მაქვს, უბრალოდ მე ვერ ვგებულობ ამ სუნამოს. ჩემთვის არის უბრალოდ მყრალი. რაღაც აი არარეალურად უბრალოდ აი სუნამოში ვერ გამყავს რა, რაღაცა გამოიგონეს, ალბათ რეკორდებს მოხსნის, რომ მაინც სიგრილეში გადის, თითქოს ეს ზღვის ნოტები ეს, მაგრამ ანუ ზაფხულში რომ გრილი სუნამო გჭირდება ადამიანს, ამას დაისხავ, სიგრილეს ვერ განიჭებს ყოველ შემთხვევაში. ანუ ეგ ასოციაცია არ გრჩება, მე არ გრჩება, არ ვიცი, მაგიტომაც ამ სუნამოს გადავაგდებდი, მაგრამ უბრალოდ კოლექციისთვის გჭირდება, ძალიან ბევრი ითხოვს ხოლმე კიდე და მიწევს ხოლმე მქონდეს. ავიღოთ კიდე შემდეგი ვარიანტი, ამ სუნამოზე ძალიან ვგიჟდები, თუ იმეს გქონია რომ შედარებით დაბალ ბიუჯეტ ტურებს ვაკნინებ, არა, ეს ალბათ ორჯერ უფრო იაფი იქნება დაახლოებით, თუმცა არის სასწაული უფრო სუსტია, მაგრამ ეს სუსტეში გადავდებდი ამის გვერდზე afternoons, უბრალოდ მთელი Louis Vuitton-ები რო არ ჩამოვამწყრივოთ, სუსტეში ვერ ვხედავ სუნამოს ნაკლს, მით უმეტეს თუ ეს არის ზუსტად ასეთი სიტუაციებისთვის შექმნილი, რომ სიგრილის განცდა დაგიტოვოს. Pomelo Sorrento, არ ვიცი, სასწაულია ესეც. ძალიან მაგარი სუნამოა.
ყველას გირჩევთ, ვინც არ იცით, თუმცა ახლა imagination-ზე გვაქვს საუბარი, იმიტომ ვადარებ, რომ უბრალოდ დაახლოებით შეიძლება ბევრს გაუჩნდეს კითხვა, რომ ის სხვა სუნამოები რატომ არა, ხო? არ ვიცი, მე თვითონაც არ ვიცი, უბრალოდ ამაზე ვგიჟდები, არც თანხა არ მაბრმავებს, იმიტომ რომ ძვირი რა ხანგირს არ არის კარგი ყოველთვის. კარგი რა, შეიძლება იაფიანი ჯობდეს გემოვნების მიხედვით ძვირიანს. კონკრეტულად ჩემზე 100-ია. შეიძლება ვიღაცას ფასის მიხედვით კონდეს, თუმცა ავიღოთ არა მარტო ჩემს კოლექციაში, არამედ ანუ არსებობენ რა თქმა უნდა სუნამოები, რომლებიც ერთეულებია მსოფლიოში შექმნილი და 30-40 ეგზემპლარი, 50 ეგზემპლარი, თუნდაც კლაი კრისტიანის სახელი და მოვიწყდა სასწაული ფასები $100,000 და მაგას არ შევიხოთ, უბრალოდ რაც იყიდება გაყიდვაშია. მგონი ერთადერთია ეს, რომელიც ამხელა ფასი ღირს, ეს როჟას Outlook-ი. თავის ოქროებით, თავის ის ძალიან მაგარი სუნამოა, მაგრამ ცოტა არ იყოს მე მომწონს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მაინც ვერ დავაყენებ, ამის გვერდით ვერ დავაყენებ, რაც არ უნდა ეს არ ვიცი 10 ჯერ ძვირი ღირს დაახლოებით, 10 ჯერ 8 ჯერ სავარაუდოდ, თუმცა ვერა რა, ანუ მაგარია ვისხავ, მე სიამოვნებს ძალიან მომწონს, ფლაკონი, ყველაფერი შეფუთვა, მაღალ დონეზეა ძალიან, ხარისხითაც დარწმუნებული ვარ, რომ imagination-ს ჯობია, იმიტომ რომ როჟამ ეს შექმნა რაღაცა სასწაულები აკეთა ამ სუნამოს შესაქმნელად, ყველაფერი ძალიან უნატურალურესია, გაფორმებაც, ფლაკონიც აი სასწაულის სიმდიდრის ამაზე მაგარი სუნამო და ამაზე უბრალოდ თვითონ სურნელი ვერ მოდის imagination-ზე წინ ჩემთვის. ანუ ეს რო დავისხა და ვთქვა რომ ეს ამას მირჩევნია, ანუ თავი უნდა მოვიტყო უბრალოდ, იმიტომ რომ ძვირი ღირს, იმიტომ რომ ვიღაცასთან უნდა გავიმარიაჟო, სამარაუდოდ, თორემ რო ვთქვა, ვერც ვერავინ დამიმტკიცებს საპირისპიროს, ეს რო ვატარო, ავდგები და ვეტყვი, ესეთი და ესეთი სუნამო მასხია, თქვენსად ბანაობთ ვაფშე. მაგრამ არა, მირჩევნია, რასაც უგრძნობ ის ვთქვა რა, ამაზე მაგარი ვერ არის ჩემთვის. თუმცა აქედან ამის გარდა, ანუ მეგამარის გარდა ყველა საოცარია, ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ვიცი, აი მდგრადობაზეც როგორც თქვი, არ მაქვს პრობლემა მე, 3 საათიც რო გრძნობდი და 2 საათიც დავისხავ ახლიდან და ისევ იგივე ემოციები მექნება, არ არის ახლა საჭირო რომ სუნამოში თუ ძვირს ვიხდი, უნდა მთელი დღე თავი გამიბრუოს, მით უმეტეს ზაფხულის გრილმა სუნამომ. აი ზუსტად ამ პარფიუმერმა თქვა როჟამ, რომ სუნამო არის თანამგზავრი და არ უნდა იყოს რაღაცა შენზე წინ, რაღაც წინა პლანზე არ უნდა გადმოდიოდეს. უნდა იყო ადამიანი ჯერ შენ და რაღაცა შტრიხი უნდა იყოს შენს, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში იქნება თუ იმ მომენტში ყოველ შემთხვევაში. აი ზოგი რო დაისხავს რაღაც სასწაულს. რა თქმა უნდა, არის სუნამოები, რომ მეც დამისხია ძალიან მძაფრის, მაგრამ ცოტა მაინც რთულია რა, მომენტის შერჩევა უნდა, არ უნდა შეაწუხოს სხვები, თუ ძალიან მძაფრი ალბათ 1 ან 9 მიპურებად საკმარისი უნდა იყოს. მძაფრი თუა მაინც აღიქვა, არ უნდა გადააჭარბა, მოკლედ, ცოტა რთული თემაა, ახლა მაგაზე არ გადავიდეთ, მაგრამ იდეალური თუ უნდა შექმნილიყო სუნამო, ალბათ შეიქმნა და ამაზე მაგარი არ ვიცი რა უნდა. შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტიც არის და აღარ მინდა უკვე სხვა რო ვიპოვო, ამაზე უკეთეს, თუმცა წინააღმდეგი არ ვიქნებოდი რა, მე უკეთესიც მენახა, დავიღალე უკვე რომ ეს არის ჩემი საყვარელი სუნამო. თუმცა როგორც თქვი, აი ესენიც ვანაცვლებ რა თქმა უნდა, ხან ამას ვისხავ, ხან იმას, ან ამას 30-40 სუნამო მაქვს, რომელიც საფხულის ყოველ შემთხვევაში და გრილი ძალიან მიყვარს. თუმცა მეტიც რომ ღირდეს, მეტსაც გადავიხდიდი. ხა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფული მაქვს გადასაყრელი, უბრალოდ თუ ადამიანს მოგწონს, არ მიმაჩნია რომ ძვირი ღირს ეს სუნამო, ამის ფეიკები, დუპები, რაღაც მიმსგავსებულები, არ ვიცი, რამდენიც არ დავტესტე, აი ამასთან ვერც ერთი ვერ მოდის, ვერ შვებიან რა, თუნდაც ზარა ავიღოთ, თუნდაც იქ ალჰამბრა ავიღოთ, ძალიან არის იქ მარვა, მოკლედ და ვერა რა, ვერ უკაჩავენ. უფრო შეიძლება გაუკაჩონ რაღაც ტკბილ სუნამოებს, ტომფორდის მაგალითად ტაბაკოვანილი, უდვუდი მინახავს, რომ ძალიან გავს, კი, ლოსჩერი მინახავს, რომ ძალიან გავს.
აი ამის მსგავსი ვერ ვნახე. Რომ თქვა, რომ ვაუ, მოიცა ცოტა გამიჭირდა ამოცნობა, ან ვერ ამოვიცანი, რომ რომელია. არც კი გავს. რაღაცა გადაკრავს რა 20-30% ჩემთვის. მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკო. მგონი ყველაფერი ვთქვი, გრილი, შავი ჩაის, ჩინური შავი ჩაი ქვია მგონი ნოტას, ძალიან მკაფიოა. ჯანჯაფილი, ესე არყვილის როგორც მაგალითად ვიბრატოში, როგორც მაგალითად ჯინჯერში, მაჰინაში, როსო პომპეიში ძალიან ნაზად აქვს, ასეთი სიმწარე არა აქვს. მოკლედ არ ვიცი, იდეალურია რა, ერთი პატარა რაღაცაც რო არასწორად ჩაეწვეთებინა ალბათ პარფიუმერს ან რაღაცა იმ პერიოდში რო ქმნიდა რაღაც სხვანაირად მომხდარი იყო, ალბათ ესეთი ვერ გამოვიდოდა რა. ასეთი შეგრძნება მაქვს. დაახლოებით ეს რო უფრო შეგიქმნათ დაახლოებით წარმოდგენა რას გულისხმობ. მოკლედ გონი დავასრულებ საუბარს. ნაკლი ამ სუნამოს ჩემთვის არ აქვს და იმედია ბევრმა იცით, თუ ვინმე მარიცით აუცილებლად დატესტეთ რამენაირად. ოღონდ ეცადეთ ფეიკები ნაკლებად ფეიკებისკენ ნაკლებად გაიწიოთ. არა მარტო ჯანმრთელობის მხრივ, არამედ, რა ვიცი, სუნიც არა აქვს. მოკლედ ჩემი აზრით ცოტა მყრალი, ანუ ჯობია საერთოდ არ დაისხათ. მაგრამ შეიძლება დაისხათ კიდეც არ მოგეწონოთ, არც ეგ არის გამორიცხული, ამიტომ ასე ბრმად მაინც არავის არ უნდა ენდოთ, მთლიან ფლაკონს სავარაუდოდ. ასე ახლა ძალიან თუ ვინმე ძალიან შეაქებს და ტახტზე დასვავს ამ სუნამოს, მაგიტომ არ უნდა იყიდოთ, რა თქმა უნდა, დატესტეთ ყოველ შემთხვევაში და პირველ ჯერზე და მერე გადაწყვიტავთ უკვე თქვენ მოგწონთ, არ მოგწონთ. ჩემი აზრით, არ ვიცი. შეცდომა არ იქნება გამოწერა, მაგრამ მაინც თავი რომ დაიზღვიოთ. მაინც საბოლოოდ სანანებელი არ გაგიხდეთ. მაგრამ რომ წიყიდოთ, მერე გაყიდით, არ არის პრობლემა წესით, მაგრამ მაინც რომ არ იწვალოთ, ასე ვთქვათ. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.